მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5% პუნქტით შეამცირა. Უფრო კონკრეტულად, ბანკი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს. ეს მაშინ, როცა წინა პუბლიკაციით მსოფლიო ბანკი 6%-იან ზრდას ელოდებოდა. ამასთანავე განახლებული პროგნოზით მსოფლიო ბანკი მოელის, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება და 2026 და 2027 წლებში 5%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკი 2025 წელს სომხეთში 4%-იან, აზერბაიჯანში 2.6%-იან, თურქეთში 3.1%-იან, ხოლო რუსეთში 1.4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ნიშნავს თუ არა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და როგორია მისი კავშირი ცხოვრების დონესთან. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ძვირია წამლები, ყოველდღე იზრდება ფასი პროდუქტებზე. რა ეკონომიკურ ზრდაზე მელაპარაკებით გვეუბნებიან ადგილობრივები, რომლებიც სპექტრმა ქუჩაში შემთხვევითი შეხვედრის პრინციპით გამოკითხა. ისია შვილო გაძვირებული ყველაფერი არ ვიცი, რა უნდა კონდეს ახლა კაცი იმხელა თანხარო შეიძინოს, ხორცი 25 ლარს რომ იცემ და 1 კილო არაფერი არ არის მრავალსულიან ოჯახთან. უბრალოდ ელემენტარული ახლა რო შეჭამოს ხილი ადამიანმა თვეში ერთხელ მაინც. როგორ შეიძლება ამ ხელაფას? როგორ არ ეთყობა შვილი? ახლა მაშინ გიჟი უნდა ვიყო ხა რო ავთქვა რო. ყველაფერს ეთყობა, მაგრამ იმედი მაქვს რომ იქნებ დავწყნარდეთ, გამოვკეთდეთ, დალაგდეთ ყველაფერი რა. ეკონომიკური ზრდა დელა ეტოპობრივად. ყველაფერი გაქურცელდება, გზადაგზა ყველაფერი დალაგდება. ეგ არის რომ უბრალოდ ყველამ რო თავის საქმე აკეთოს, ეკონომიკაც გაძლიერდება და ყველაფერი, მაგრამ როგორც ასეთი ჩემთვის პირადად თლათ ახლა რო ვთქვათ რომ საზრდ დავფრიდავთ არა, მაგრამ ნორმალურად მყოფნის ყველაფერი რაც საჭიროა და ღმერთის წყალობით დასაქმებულისა ვარ. მე ვარ პენსიაზე. არაფერია შეტყობი. ჩემთვის პირადად არ შესული. არაფერი. პენსიას გავულობდი იგივე ცხოვრობდი. 160 ლარი მაშინ მინდა წამლებში. არაფერი. უპირატესობისგან არაფერი. საქსტატის მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში არარეალურია ოპოზიციისთვის. მე მგონი ქართული საზოგადოება ყველაზე კარგად ხედავს როგორი ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში და როგორ პირველ ადგილზე ვარ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ იმ სტატისტიკას არ აქვეყნებენ, რაც არის ზუსტად უმუშევრობა რეალურად, რაც არის გაჭირვება რეალურად, რაც არის ყველაზე მთავარი დემოგრაფიული პრობლემა ქვეყანაში და მოსახლეობის გადინება დიდი რაოდენობით და რა თქმა უნდა შემოდინება იმ ხალხის, ვინც საქართველოსთვის ყოველთვის არაკეთილმოსურნეები იყვნენ, სამწუხარო რეალობა ის არის, ამის სტატისტიკა რეალური არ ხდება, რადგან ვიცი ძალიან ბევრი წყაროებიდან რომ დაახლოებით 1.5 მილიონამდეა დარჩენილი საქართველოში ქართული ხალხი მოსახლეობა, ქართველი მოსახლეობა და ეს სამწუხარო რეალობაზე არ საუბრობენ და ცდილობენ რომ რაღაცებით გადაფარონ, რაღაც ციფრებით გადაფარონ, რაც შეეხება უმუშევრობას და ხელფასების ზრდას. როდესაც ვიღაცას 300-400 ლარი აქვს ხელფასი და ვიღაცას 15, 20 და 50000 ლარი საშუალო სტატისტიკური და საშუალო არითმეტიკული გამოყავთ, ეს ხო ციფრებით манипуლირება არის. ხალხმა ყველაზე კარგად იცის რომ არა ემიგრაციაში მყოფი და ზუსტად ამერიკაში და ევროპაში მყოფი საქართველოს მოსახლეობა არანაირი ეკონომიკა არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე დიდი წილი ეკონომიკური წინსვლისა და ქართული ხალხის დაპურებისა სწორედ იქედან მოდის და ფაქტია ვალუტის კურსიდან გამომდინარე რაც დიდი მნიშვნელობა აქვს გადმორიცხვებს საქართველოსთვის. ეს არის აბსურდი, ამის მე პირადად არ მჯერა, მე ხალხთან მოსახლეობასთან ურთიერთობაში ხედავ რომ უკიდურესი გაჭირვებაა, ეს არის ციფრებით манипуლირება მხოლოდ და არარეალური სტატისტიკა რაც ქვეყანაში ხდება. მართლ გუნდში კი თვლიან, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, რაც ბუნებრივია ყველა ოჯახის კეთილდღეობას შეეხება. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ასე ვთქვათ განვითარებას, წინსვლას, რაც ეს წინსვლა ისახება იმაში, რომ არის ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით წინათვის აპრილისთვის მონაცემებით არის 9.5%. ეს არის განპირობებული კიდე რომ რეგიონში არის მშვიდობა და ამ მშვიდობის ასე ვთქვათ მშვიდობისთვის ქართული ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რათა შენარჩუნებული იყოს იქიდან გამომდინარე რომ ასე ვთქვათ მსოფლიოში და გეოპოლიტიკაში მოიხსენებათ როგორი ასე ვთქვათ მეტად კატაკლიზმები არის დამსახურება იმის რომ ასე ვთქვათ ისტორიული პოლიტიკა რაც ტარდება ქვეყანაში
შემდგომში ეს იქნება ეკონომიკური თუ სამთავრობო ტრასის შემდგომ ნამდვილად არის ასე ვთქვათ ის ციფრებში გამოხატული, რომელიც ასე ვთქვათ სახსტაბზე ჩვენ ასე ვთქვათ ღირსთა ასაჯიროებს ყოველწლიურ ასე ვთქვათ ყოველ კვარტალ მონაცემს და ეს ვფიქრობ, რომ საზოგადოებაზე დადებითად აისახება და ეს ეკონომიკური სარგო და ის ასე ვთქვათ შედეგი რაც გვაქვს, ვფიქრობ, რომ ის სხვადასხვა მიმართულებით და მიმართულებებით, რომელიც ჩვენ ყოველწლიურ ბიუჯეტს ასე ვთქვათ ვეგმავთ რაიონში ჩვენი ასე ვთქვათ ხალხისთვის ჯეროვნად და პისიერად და საფუძველი ენათა სწორი მიმართულებით ასე ვთქვათ აისახება და შემდეგ ასე ვთქვათ მივა თითოეული ადამიანის და თითოეული ოჯახამდე. შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ბოლო მაჩვენებელი 9%-ს აჭარბებს. ქართული სიმღერის კონკურს ფესტივალის სხვა საქართველოს სადარის რეგიონული ტური 9 წყაროს თეატრონზე გაიმართა. დასკვნით ტურამდე შესარჩევი ეტაპებია. ამჯერად ძალების გამოცდა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მუსიკალური სასწავლებლების გუნდებსა და სოლოს შემსრულებლებს მოუწია. მათგან საუკეთესოებს მარნეულში დასკვნით ტურში მოусმენენ. ორგანიზატორები გვიყვებიან, რომ მარნეულში ქართული სიმღერის ფესტივალს 9 წლიანი ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას გეოგრაფიული არეალის გაფართოება დაემატა. შესაბამისად, კონკურსი შესარჩევი ტურების სახით რეგიონებში გავიდა. მთელი 3 თვის განმავლობაში, ვიდრე უკვე მარნეულში გაიმართება ძირითადი დასკვნითი საკონკურსო ტური, ჩვენ დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით. ვისმენთ შესანიშნავ ბავშვებს, ხდება წინასწარი მოსმენა, შერჩევა და მასტერკლასები და შემდეგ უკვე რეგიონული საკონკურსო ტურები. დღეს ზესტაფონი მასპინძლობს სწორედ იმერეთის რეგიონის საკონკურსო ტურს. ასეთივე ტურები გაიმართება სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქვემო ქართლში და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა იმ რეგიონში, რომელიც ჩართულია ამ ფესტივალში. ქართული სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე კონკურს ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. ეს არის საქართველოში დაბადებული ბავშვის გენეტიკური კოდი, ხო, ამიტომ ამ კოდს ჭირდება პროვოცირება, ჭირდება მიწოდება და შემდეგ ბავშვი თავად პოულობს თავის ადგილს ქართულ სიმღერაში, ქართულ სიმღერასთან მიმართებაში. ამიტომ ყველა ასეთ კონკურსს, სადაც პოპულარიზაციას უწევენ კონკურსის ორგანიზატორები, პედაგოგები, მათთან ერთად მშობლები, ჩვენს ამ არაჩვეულებრივ ტრადიციულ ქართულ სიმღერას მე დღესდღეობით ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე რაიმე დაუშვათ აპრობირებული და ცნობილი ფორმატი, რომლითაც დღეს სავსეა სატელევიზიო სივრცე. იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ყველაზე დიდი განძი, რაც გვაქვს. ჩვენი გენეტიკური ნიშანი არის მხოლოდ სიმღერა. სხვა ყველაფერში სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ჩვენ ბევრად გვჯობია. ამიტომ მოდით რაც ჩვენია იმას გავუფრთხილდეთ, ვასწავლოთ ბავშვებს. მონაწილეები, პედაგოგები და სრულიად მუსიკალური საზოგადოება თვლის, რომ ქართული სიმღერის რეპერტუარის პოპულარიზაცია, მისი გადახალისების პროცესი და აუდიტორიისთვის მიწოდება ეროვნული სიმდიდრის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისკენ გადადგმული საგულისხმო ნაბიჯია. მიხარია, რომ ამოარჩიეს, რომ იმერეთის ცენტრი ყოფილიყო ზესტაფონი. ეს კონკურსი მნიშვნელოვანია ძალიან და ხელს უწყობს მოზარდი თაობის სიყვარულს ქართული სიმღერის მიმართ. ისე მომრავლდა ეს ინგლისური და უცხოენოვანი სიმღერები, რომ ჩვენ ვკარგავთ იმას, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ამიტომ არის ღირებული სწორედ ეს კონკურსი, რომელიც ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა. რამდენიმე რაიონი მონაწილეობს დღევანდელ კონკურსში და შედეგები ალბათ ვნახოთ როგორ იქნება, მაგრამ გვყავს ძალიან პრესტიჟული ჟიური, ქალბატონი მაია დათუნაშვილი, ბატონი არახამიაშიო და ქალბატონი მაია ჯამალაშვილი და ესენი ისეთი ავტორიტეტები არიან ქართულ სიმღერაში, რომ მე მიხარია, რომ მათი შესაძლებელი გახდა ბავშვები. სამშობლო სიყვარულის გაღვივებაში მე ძალიან დიდ უპირატესობას და ვანიჭებ ზოგადად პატრიოტულ სიმღერებს, პატრიოტულ რეპერტუარს და ეს
ფესტივალები კიდე მეტ გამოცდილებას მატებს, მეტ ენთუზიაზმს ბადებს ბავშვებში და რა ვიცი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ჩემი აზრით მაქსიმალურად გავაკეთეთ. წარმატებას უსვევებ ახლა გამომსვლელ ბავშვებს. ჩვენი დამოკიდებულება რაც შეეხება ქართულ სიმღერებთან, ძალიან გვიყვარს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მეტი ქართული სიმღერებს მივაქციოთ ყურადღება და დაუთმოთ და ჩვენ თანატოლებშიც ვცდილობთ რომ გავაღვივოთ ქართული სიმღერისადმი სიყვარული და წარმატებებს ვისურვებთ. ძალიან მიყვარს მე ქართული ხალხური და ჩვეულებრივ ქართული სიმღერები და ასეთი კონკურს ფესტივალები ძალიან კარგი არის ჩვენი განვითარებისთვის. რამდენიმე კვირიანი მოსმენების შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებიდან და სოლო შემსრულებლებიდან გამორჩეულები დასკვნით კონკურსზე კიდევ ერთ გამოცდას ჩააბარებენ და სხვადასხვა ნომინაციებს დაისაკუთრებენ.